მოხდა ზუსტად აფეთქება მემორიალის ამ დროს ესე იგი მანამდე სანამ აფეთქება მოხდებოდა რამოდენიმე მანქანით დადიოდნენ ქუჩაში და აფრთხილებდნენ მოსახლეობას რომ ევაკუაცია მოეხდინათ ბინების მაგრამ ეს იყო ძალიან დაუგეგმავი და ძალიან სპონტანური და ამიტომ მოსახლეობა პრინციპში უმისამართოდ გარბოდა იქეთ-აქეთ ამ დროს გაისმა ზუსტად აფეთქების ხმა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა იმ ნასხლეტებით აფეთქების შედეგად ზოგს ეს არა ქვა მოხდა თავში ზოგს თვითონ ამ ესე ვთქვათ ასაფეთქებელი მოწყობილობების შედეგად ნასხლეტები და ამის შედეგად დაიღუპა ერთი ბავშვი 11 წლის ნინიკო ჯინჯარაძე და ასევე ძალიან ძნელ მდგომარეობაშია დედამისი ეგა ჯინჯარაძე რომელსაც ახლა უტარდება ამ წუთებში ოპერაცია საავადმყოფოში და ასევე საავადმყოფოში არის მოყვანილი კიდევ ერთი მამაკაცი ირაკლი ჯინჯარაძე ამას გარდა რამოდენიმე ადამიანს თვითონ ბინებში სასწრაფო დახმარებამ ჩაუტარა ადგილზე აღმოუჩინა რა სიმძლავრის იყო აფეთქება დაახლოებით რამდენ საცხოვრებელ კორპუსს ამ ბინას შეეხო ხომ არ იცით იქ არის ძალიან მჭიდრო დასახლება მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე და რამდენიმე კორპუსია განთავსებული და ესე ვთქვათ დაახლოებით ალბათ 5-6 კორპუსი არის თუმცა მთელ ამ უბანში გაისმა იმ ხელას ძლიერი სიხვის აფეთქება ხმა თვითონ და რა მითხარით რატომ მოხდა ასე დაუგეგმავად აფეთქება ამ მონუმენტის ჩვენ გვაქვს რომ ესე ვთქვათ აფეთქება დაგეგმილი იყო პრეზიდენტის დაბადების დღეზე და მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის დაჩქარებულ ვადებში მიიღეს ალბათ ეს გადაწყვეტილება და ამიტომაც მოხდა ესე სპონტანურად აფეთქება ძეგლისა. დედაქალაქის რა ნაწილში მდებარეობდა ეს ძეგლი თუ შეგიძლიათ რომ ზუსტად მაყურებლისთვის ეს არის ავტოკარხნის დასახლება ირაკლი აბაშიძის გამზირი საკმაოდ ძალიან მჭიდროდ დასახლებულია პრინციპში. და რამდენი ხნით ადრე დაიწყო ადგილობრივმა სამსახურებმა მოსახლეობის გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით რომ ახლოს არ ყოფილიყვნენ აფეთქების მომენტში 1 საათით ადრე მოხდა გაფრთხილება მოსახლეობის ოღონდ ეს იყო ქუჩებში მანქანებით მოძრაობდნენ საყვირებით და უბრალოდ მოსახლეობას ეუბნებოდნენ რომ დაეტოვებინათ ვინ ხელმძღვანელობდა აფეთქების პროცესს აი ხა ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შევეკითხეთ ვინ ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მათ გითხრეს რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის პრინციპში პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მისი წარმომადგენელი ანუ იმერეთის გუბერნატორი ჩვენ მას მიხეილ ჩოგოვაძეზეა საუბარი მიხეილ ჩოგოვაძეზეა საუბარი მიხეილ ჩოგოვაძე იმიტომ რომ უშუალოდ ისინი არიან პასუხისმგებლები როგორც ჩვენ ქუთაისის საკრებულოს და მერის წარმომადგენლებმა გითხრეს იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პროცესებში არ მონაწილეობდა არც დემონტაჟში და არც ეს ვთქვათ მანამდე მთელი ერთი კვირის განმავლობაში რაც ხდებოდა ამ ძეგლთან ხომ არ დაუზუსტებიათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ როდის შეატყობინა მათ რომ ძეგლის აფეთქება დღეს მოხდებოდა აბსოლუტურად არანაირი ინფორმაციას არ ფლობენ ესენიც სპონტანურად საკრებულოს რამდენიმე წევრი და მერის თანამშრომლები ასევე მოვიდნენ როდესაც მოხდა ეს ამბავი იყო შემთხვევის ადგილზე და არანაირი ინფორმაცია არ აქვს ერთადერთი ვიზეთ ამბობენ რომ ინფორმაცია შეიძლება კონდეს ეს გახოთ მიხეილ ჩოგოვაძე რომელთან დაკავშირებოდა ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ დრომდე გამორთული აქვს მობილური ტელეფონი დიახ და ჩვენ 10 შემთხვევის ადგილზე ჩანს და აქ მხოლოდ ერთადერთი სამართალდამცავები არის არც სამსახურში არ არის ჩოგოვაძე არც სამსახურში არ იყვება ამ დროისთვის